სამეგრელოს ახალგაზრდა საინიციატივო ჯგუფმა მოძრაობამ ანაკლი არ დააჭირო. რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ დღეს შემოიტანა წერილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში. ჩვენ ასევე შევიტანთ წერილს სამთავრობო პოლიციაში. ჩვენ ამით ვთხოვთ გამგეობას, რადგან არსებობს ძალიან დიდი ინტერესი ახალგაზრდების და სტუდენტების კონცერტზე დასწრებით ვთხოვთ გამგეობას, უზრუნველყოს მათი ტრანსპორტირება ზუგდიდიდან ანაკლიამდე და ანაკლიდან ზუგდიდამდე. პოლიციას ვთხოვთ უზრუნველყოს წესრიგის დაცვა, რადგან გვაქვს ინფორმაცია, რომ 13 აპრილს ემზადებიან სპეციალური სანდრიგებები პროვოკაციის მოსაწყობად. ვამბობთ, რომ კონცერტზე იქნება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. შესაბამისად პოლიციის ვალდებულებაა დაიცვას მათ წესრიგი. ანაკლი არის ყველასი და თუ ჩვენ საუბრობთ ზუგდიდისათვის თვითმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭებაზე, მაშინ ანაკლის მშენებლობა განსაკუთრებით უნდა შედიოდეს ყველა ზუგდიდელის ინტერესში. მიუხედავად პოლიტიკური წამსისა, 13 აპრილს კონცერტზე აუცილებლად მიიღეს ყველა ზუგდიდელი. ჩვენ ხვალ საგანგებო ბრიფინგზე ვილაპარაკებთ, რომელიც ფაქტებით, ვინ სად იკრიბება, ვინ კრებს ამ ხალხს და ვინ რას ამხელებს. დღეს მე შევიძლია გითხრათ, რომ ეს ზონდერ ჯგუფები უკვე გადიან სპეციალურ მომზადებას 13-ში რასახის პროვოკაცია უნდა მოაწყონ. ხვალ 12 საათზე უკვე პატიჟებით ყველას დაწვრილებით შეგვიძლია გითხრათ, სახელით და გვარებით, ორგანიზაციებით, რომლებიც ჩართული არიან ამ პროვოკაციაში.